მოგესალმებით, ეს არის ახალი 6 ამბროისთვის განვითარებულ ახალ ამბებს მეცხრე საინფორმაციო სამსახურის რეპორტერებთან ერთად მე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობ. პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასეს დღეს მთავრობის სხდომაზე. რა განცხადებები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, გვანცა პაპავაძე გვეტყვის. მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით დავით უსუფაშვილს სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება თავად ურჩია და აქვე განმარტო, რომ პოლიტიკურად შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, რომ დავით უსუფაშვილისთვის არ დაერეკა, მაგრამ იმის გამო, რომ არ დაეშვათ, თუნდაც მინიმალური ალბათობით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა მან ეს ნაბიჯი გადადგა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ნაციონალურმა მოძრაობამ ამ პროცესში ნორმალური მონაწილეობით საზოგადოებისგან მეტი დივიდენდების მიღება შეეძლო. რა თქმა უნდა, უფრო კარგი იქნებოდა ადამიანურად, პოლიტიკურად იქნებოდა უფრო კარგი, რომ არ დამერეკა, შესაძლებელია, მაგრამ ადამიანურად ჯობდა, რომ არ დაგვეშვა ჩვენ არავითარი გამონაკლისი და შემთხვევა იმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ძალიან დაბალი ალბათობით იყო ამის შესაძლებლობა, რომ ჩავარდნილიყო, ეს არავითარ შიშს არ იწვევს, არც ჩემში და არც თქვენში. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამაზე, საზოგადოებისთვისაც ეს არ იყო საშიში. ძალიან ცუდი იქნებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა პრაქტიკულად დარჩებოდა საზოგადოების მიღმა და ამის სურვილი მე არ გამაჩნდა და არ გამაჩნია დღესაც. ამიტომაც პატარაჯს არ დავტოვეთ ურჩია უსუფაშვილს, რომ ჯობია დაუთმოთ ამ ახირებაზე. შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. რა რჩება თქვათ როგორი ნიუანსი რჩება აი უკმაყოფილების გრძნობა, რომელიც დარჩა საზოგადოების ჩემი აზრით, დამრჩა მეც, ალბათ თქვენს გაგაჩნიათ. აი ამის განმარტება მინდა, რომ შეიძლებოდა ნაციონალურ მოძრაობას, მათ წევრებს უფრო დიდი დივიდენდები მიეღოთ საზოგადოებიდან, თუ ესენი მოიქცეოდნენ ნორმალურად. მე ვფიქრობ, რომ მომავალში ნაციონალურ მოძრაობას დასკვნებს გააკეთებს და უფრო მეტ ანგარიშს გაუწევს საკუთარ საზოგადოებას და ყოველგვარი ახირებების გარეშე შეიძლება რომ მიიღონ მეტი ჩართულობა ამ პროცესებში. რაც შეეხება მინისტრებს, მათი განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილებები უპირველეს ყოვლისა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდისთვის, ასევე ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მინისტრები ამბობენ, რომ ხელისუფლება სტაბილურად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა, რაც შემდგომ უკვე მოსახლეობაზე აისახება. არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. მეც არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ვისთვის ცილის გაძმა, ვისთვის გამარჯვება, ვისთვის დამარცხება, გამარჯვება არის საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებას უმრავლესობას პარლამენტში უნდოდა რომ გაემარჯვა საქართველოს. ეს მოხდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას ეძლევა სტაბილურად მუშაობის შესაძლებლობა და ეს აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას. მე მგონია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფუძველს. მე მიხარია, რომ პარლამენტის მთელმა უმრავლესობამ გაიაზრა ამ გადაწყვეტილების საჭიროება და მთელმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ უკვე დაიწყო საუბარი პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით. დაესწრებიან თუ არა მინისტრები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და როგორია მათი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. თემის დეტალებზე ვცვლათ მეცხრე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ზუსტად 9 საათზე გიამბობთ. მადლობა გვანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას პარლამენტში დღეს ექსპერტებიც აფასებდნენ. პრეზიდენტის გარეშე ოპოზიცია არის ნორმალური კონსტრუქციული მუშაობის უნარის მქონე. ეს გამოჩნდებაში. პრეზიდენტთან ერთად ეს არის ბანდა. თავარი მაინც ის არის, რომ 2013 წლის 21 მარტი საფუძვლიანად შეიძლება ჩაითვალოს ქართული საპარლამენტო დემოკრატიის დაბადების დღეს, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნა თანაც არა არსით, არამედ ფორმით პრინციპულ საკითხზე ურთიერთ კომპრომისების გზით. თუ ვინმესთვის ეხლა საფრთხეს წარმოადგენს ამოღება ამ მუხლის კონსტიტუციიდან, ჩემი აზრით ისევ ქართული ოცნება. შედეგი ის არის, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა
შეთანხმდა კონსტიტუციურ განვითარების რაღაც პრიორიტეტულ საკითხებზე. საზოგადოება მოიგო, თვითონ ქვეყანა მოიგო და მე მგონია რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აი ამ გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ დადგა შედეგი. გუშინდელი დადგენილებით გამარჯვებულია პირველ რიგში საქართველო და ქართული საზოგადოება და გამარჯვებულია პარლამენტი. მისი თითოეული წევრი იქნება ის საპარლამენტო უმცირესობის თუ უმრავლესობის წარმომადგენელი. საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატებმა დღეს კენჭი მეორე მოსმენითაც უყარეს. როგორც წარიმართა პროცესი პარლამენტში დაწვრილებით მირიან გორგოძე ისაუბრებს ქუთაისიდან. მას შემდეგ რაც გუშინ თავდაპირველად ჩატარდა სარეიტინგო კენჭის ყრა და შემდეგ კი საბოლოოდ დეპუტატების უმრავლესობამ 135 ხმის ოდენობით მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, დღეს ეს საკითხი პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილეს. შეიძლება ითქვას, რომ საკითხის განხილვა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში წარიმართა. თავდაპირველად საკითხი სესიაზე გამოიტანა მომხსენებელმა, შემდეგ კი მეტნაკლებად ემოციური განცხადება გააკეთა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ, რომელმაც გუშინ პირველი მოსმენით კენჭის ყრის შემდგომ განვითარებული მოვლენები და განცხადებები შეაფასა. მან ზოგადად კრიტიკულად შეაფასა როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ასევე პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ტონი. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში სწორედ ამ განცხადებებს მოვუსმინოთ. გათვალისწინებული იქნა შენიშვნა აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა. ეს შეეხებოდა მეხუთე პრიმა პუნქტს. არსებულ რედაქციაში იყო იქ მითითება მე-4 პუნქტებზე, რაც ჩასწორებული იქნა მე-4 პუნქტებით. დანარჩენი ტექსტი გაზიარებული იქნა, მხარდაჭერილი იქნა კომიტეტის მიერ და მიჩნეული იქნა, რომ მიზანშეზონილია მისი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე წარდგენა განსახილველად. აღარ მაინტერესებს რას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, არ მაინტერესებს რას იტყვის ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ რადგან ვთვლით რომ საქართველოს ეს სჭირდება, როგორც ჩანს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი ალბათ მიიღებს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვთხოვთ, მე როგორც ჩანს ჩემი გუშინდელი შედარება მეორე კლასის სიგავარაკთან დაკავშირებით ისევ ძალაში რჩება და მე ყველას მოუწოდებ, ბატონებო, გვაცადეთ მუშაობა, გვაცადეთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ჭირდება საქართველოს და რომელ გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი და დაანებეთ ტყუის დარიგებას და დაანებეთ იმის მცდელობას თუ ისმა კრავმა გადაწია ერთი თუ მეორე ხელი. დიდი მადლობა. დღევანდელ პლენარულ სესიაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით უყარეს კენჭი. დღესაც გუშინდელის მსგავსად დეპუტატების უმრავლესობამ 123 ხმის ოდენობით მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს და კენჭის ყრის შემდეგ უკვე სხდომის გარეთ დეპუტატებმა შეფასებები გააკეთეს. მათი თქმით, პრინციპში ორივე მხარე, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აცხადებს, რომ არანაირი მოულოდნელობა ამ საკითხის განხილვისას არ მომხდარა, რადგან მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული და ამის შემდეგ პროცესები ისე განვითარდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. მომავალ კვირას ვექნება საგანგებო სესია. დღის ბოლოს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს წერილით პრეზიდენტს, რომ ორშაბათს დაინიშნოს რიგარეშე სესია, სადაც უკვე მესამე მოსმენით დადგება კონსტიტუციური კანონი პროექტი კენჭის ყრაზე. თავარი რაც იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გუშინ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ფორმას. ძალიან კარგია, რომ გუშინ სარეიტინგო კენჭის ყრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ერთიან გუნდად. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს საბოლოოდ მესამე მოსმენით დეპუტატები კენს უყრიან ორშაბათს გასამართ პლენარულ სესიაზე. ორშაბათს გაიმართება დამატებითი პლენარული სესია საგანგებო. ამის შესახებ დღეს ბიუროს ხდომაზე გახდა ცნობილი. მადლობა მირიამ გორგოძე საუბრობდა პარლამენტიდან. პრეზიდენტი მზადაა პარლამენტში ანგარიში წარსდგეს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პირველი პირის მისვლის თარიღი კი კონსულტაციების შედეგად დაზუსტება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მარტის დასაწყისში უნდა მისულიყო, თუმცა მაშინ უმრავლესობის მოთხოვნით პრეზიდენტის გამოსვლა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვამდე გადაიდო.
შემიძლია ვთქვა, რომ არც მაშინ არ დარღვეულა კანონის მიხედვით რეგლამენტში წერია, რომ როგორც წესი პირველ საგაზაფხულო სხდომაზე შეუძლია მობრძანდეს, როგორც წესი მან თვითონ დაარღვია, არის ურვა 6 თებერვალს მობრძანება და შემდეგ უკვე დანარჩენი იყო შეთანხმების საკითხი. პრეზიდენტი მზად არის პარლამენტში მოსვლისთვის, თუმცა მე თარიღებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერანაირ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. მას პრინციპული მზადყოფნა ჰქონდა და აქვს, რომ მოსულიყო პარლამენტში, ესაუბრა დეპუტატებთან, ესაუბრა საზოგადოებასთან და მეტი კონკრეტული დეტალები ალბათ უკვე კონსულტაციების დროს დაზუსტდება. არჩევნებისთვის პარტიულ აქტივს ამზადებს ნინო ბურჯანაძე. ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა რუსთავში განაცხადა, სადაც პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციის აქტივისტებისთვის ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტი ტრეინინგს მართავდა. მიიღებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს. ჩვენ ვემზადებით პარტიული მშენებლობის გაძლიერებისათვის, ვემზადებით ყველა შემდგომი არჩევნებისათვის და ბუნებრივია, რომ ეს რეორგანიზაცია, გაძლიერება, პარტიული აქტივისტების გააქტიურება არის მიმართული იმისაკენ, რომ ყველა შემდეგ არჩევნებში პარტიამ ძალიან ღირსეულად წარმოაჩინოს თავისი თავი. საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა იყოს ნინო ბურჯანაძე. მოდით მომავალ კვირაში ვისაუბროთ ძალიან ბევრი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და რომელიც გაინტერესებთ თქვენ. თავდაცვის სამინისტროსთვის შესაძლოა დამატებითი თანხები გამოიყოს. ამის შესახებ მთავრობის ხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ნოდარ ხარდურმა თავდაცვის მინისტრთან ერთად ცოტა ხნის წინ სამხედრო ობიექტები დაათვალიერა. მისი თქმით, ჯარში ინფრასტრუქტურის კუთხით მდგომარეობა სავალალოა. მინისტრი ამბობს, რომ ის თანხები, რომელიც აქამდე იყო დახარჯული თითქმის 8 მილიარდი ლარი, წყალშია გადაყრილი და მხოლოდ ფასადებს მოხმარდა. მინისტრის განცხადებით საუბარია რამდენიმე 10 მილიონ ლარზე, რის შემდეგაც ჯარში სიტუაცია ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდება. ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად კომისიამ დაასრულა მუშაობა ინფრასტრუქტურის შესწავლის, ეს გადაეცა ამ კომისიის დასკვნა ფინანსთა სამინისტროსაც, პრემიერ-მინისტრს გავაცარით და აუცილებელია პრემიერ-მინისტრიც ესე ფიქრობს, რომ გამოიყოს დამატებითი თანხები, ის რაც ბიუჯეტში არ არის გათვლილი, რომ დავიწყოთ პრიორიტეტულად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომ ყველა სამხედროს ჰქონდეს შესაბამისი ადგილი, სადაც ღირსეულად ჩაატარებს წვრთნას, ღამით დაიძინებს, ექნება შესაძლებლობა კარგი კვების და ასე შემდეგ. ახლა საკმაოდ სოლიდურია, რასაც ითხოვს ინფრასტრუქტურა. მე ვიყავი ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, კიდევ ვაპირებ სხვაგანაც წავიდე, მდგომარეობა არის სავალალო. ანუ ის თანხები, რომელიც აქამდე იყო დახარჯული, თითქმის 8 მილიარდი ლარი, არის გადაყრილი და მხოლოდ ფასადებს მოხმარდა. არის მნიშვნელოვანი პრობლემები ჯარისკაცების ყოფაცხოვრების პირობებთან და მათი სასწავლო პირობებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ მუშაობთ ამაზე. ეხლა დღეს გამიჭირდება კონკრეტული მონაცემების დასახელება, რამდენიმე 10 მილიონ ლარზეა საუბარი. საქართველოსთან ავღანეთში დღეს სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება. შეიარაღებული ძალების მე-3 და მე-4 ქვეითი ბრიგადების 33 და 42 ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას. თემაზე საუბარს გიორგი მანჯავიძე განაგრძობს. ქართული ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების საზეიმო ღონისძიება ტრადიციულად საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ჰიმნის შესრულების შემდეგ მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ვაზიანში ქართულმა სამხედროებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებისა და სამშვიდობო ოპერაციის დროს დაღუპულ ქართველ მეომრებს. მე-3 და მე-4 ქვეითი ბრიგადის 33 და 42 ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში პირველ და მეორე ქვეითი ბრიგადის მე-12 და 33 ბატალიონის პირად შემადგენლობას ჩაანაცვლებენ. დღესვე ქართულ სამხედროებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც მიმართა. ჩვენთვის ყველასთვის მთავარია, რომ მშვიდობით დაგვიბრუნდნენ ისინი სამშობლოში, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, შეასრულონ თავისი მისია პირნათლად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს იმიჯს მსოფლიოში, კიდევ მხარს უჭერს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ნატოში, ევროატლანტიკურ სივრცეში და კიდევ ხაზს გაუსვევ, თუ კი მთელს მსოფლიოში საქართველოს დღეს აქვს პოზიტიური დადებითი იმიჯი, რომ ეს არის ქვეყანა ძალიან გაბედული მებრძოლების, სწორედ ამ ბიჭების დამსახურება.
ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნებთან ერთად ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების დაესწრნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა რამდენიმე ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში გაწეული სამსახურისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების მედლით დააჯილდოვა. დიდი პატივია ამერიკელის საზღვაო ქვეითებისთვის, რომ ამ ბატალიონის წევრებს წვრთნა ჩაუტარეს. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ისინი არიან შესანიშნავად მომზადებული და დაკისრებულ მისიასაც წარმატებით გაართმევენ თავს. ქართულ სამხედროებს ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს მოპოვებული და საქართველოს საბრძოლო უნარი კარგად ჩანს მისი შესრულების დროს. რაც შეეხება თავად ქართული სამხედროების მომზადებას 33 ბატალიონისთვის ეს უკვე ავღანეთში მეორე გამგზავრება იქნება. რაც შეეხება 42 ბატალიონს ეს მისთვის პირველი როტაცია იქნება ავღანეთში. მანამდე ქართულმა სამხედროებმა 6 თვის განმავლობაში ჯერ საქართველოში კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარეს სპეციალური მომზადება. ამის შემდეგ მათ მომზადება უკვე გერმანიაში გაიარეს. ქართულ სამხედროებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ჰელმანდის პროვინციაში სასულიერო პირებიც მიყვებიან. Ქვედანაყოფი სრულად მომზადებულია, 6-თვიანი პროგრამა გაიარა მომზადების. შემაჯამებელი სწავლება გავიარეთ გერმანიაში, ჰოპენჰელში, სადაც დასკვნითი ეტაპი იყო და პირადი შემადგენლობამ წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა და დღესდღეობით 33 სუბუქვეითი ბატალიონი და 42 სუბუქვეითი ბატალიონი ზათარის სამშვიდობო ოპერაციების შესრულება. ჩვენ ყველანი მინდობილი ვართ ღმერთზე, ქრისტყალობას, დედაფშობის მეოხებას, ჩვენი ერის ლოცვას, უწმინდესის ლოცვას. ანუ ლოცვის იმედით მივდივარ და ლოცვის იმედით ქრისტყალობით დავრუნდებით ყველანი ჯანმრთელობის საქართველოში. 33 და 42 ბატალიონის ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეასრულებენ. მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ სააქციო საზოგადოება თბილავი ამშენის ყოფილი აქციონერები 3 წლის წინ ჩამორთმეული საკუთრების დასაბრუნებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მათი სარჩელისევა, სადაც ყოფილი მესაკუთრეების უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. საქმე 2010 წლის 26 ივნისს სახელმწიფო უწყებების ზეწოლის შედეგად თბილავი ამშენის აქციონერების მხრიდან კუთვნილი წილების დათმობის ფაქტს ეხება. თბილავი ამშენის 24-ვე აქციონერმა საკუთრება სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაუფორმა. მოსარჩელე მხარე იმედოვნებს, რომ სამართლებრივი დავის პროცესში საწარმოს ამჟამინდელი მესაკუთრე ეკონომიკის სამინისტრო კეთილნებას გამოიჩენს და ყველა აქციონერს საკუთრების უფლებას აღუდგენს. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ სახელმწიფოსთვის და ანალოგიური ზედმეტ პირდაპირ სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანება ეს აშკარად ჩანდა და ამაში იყო ჩარეული იმდროინდელი პოლიტიკური ბანდა, რომლებიც როგორც უნდა ისე ხელბორკილებს დაადებდნენ ადამიანებს და აიძულებდნენ დაეთმოთ საკუთრება. ეს არის ყველაზე მარტივი სქემა იყოს დაბარება, ფიზიკური წნეხი, მორალური წნეხი და აიძულებდნენ ადამიანებს, როგორც სიცოცხლე შეენარჩუნებინა და არ ყოფილიყვნენ ასე გისოცებს მიიღო და თმობდნენ, ასე ვთქვათ, საკუთრებას და ყველაფერს თითქმის. ახლობით ერთწლიანი ეტაპი არის ამ ყველაფრის აღსადგენად, იმიტომ რომ ცოტა არ არის 3 წელიწადი, ჩვენ ამოვარდით მთლიანად სეგმენტიდან, ბაზრის სეგმენტიდან, ბაზარზე კი საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ამ სფეროში, ამიტომ რთული იქნება. ნამდვილად რთული იქნება ბაზარზე უკან დაბრუნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით სამართლიანობის აღდგენის ძალიან მარტივი გზა არსებობს. და ეს არის ისეთივე მარტივი, როგორც ეს მოხდა შპს ტელეიმედის შემთხვევაში. ჩვენს კეთილნებაზე ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული, უნდა იყოს ჩვეულებრივი სასამართლო განხილვა და სასამართლო უნდა გადაწყდეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი სასამართლო განხილვა დღეს განახდა. ბრალდებულების ადვოკატებმა პროცესზე შესავალი სიტყვა წარადგინეს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროკურატურამ წინასწარაცნობს მას თუ რომელი ეპიზოდის განხილვა მოხდება 2 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე. პროკურორის განცხადებით სხვადასხვა ეპიზოდის მიხედვით პროცესზე ის მოწმეები წარსგებიან, რომელთა გამოძახებაც იმ კონკრეტული სხდომისთვის იქნება შესაძლებელი. ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აპრილს გაიმართება.
გთხოვით რომ განემართათ ვინაიდან მოგეხსენებათ 3 ეპიზოდი არის რო არ მოხდეს არება არც სასამართლოს არც დაცვის ხარისხი არც საზოგადოებისთვის თუ კონკრეტული მოწმე რას ამბობს და რომელ საქმეზე იკითხება უთხარით რომ ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით მოიყვანა ჯერ მოწმე მერე შემდეგ ეპიზოდთან დაკავშირებით და შემდეგ მესამე ეპიზოდთან დაკავშირებით რაზეც ბრალდების ხარემ უარი განაცხადა და გითხრა რომ არ გაამხელდა იმ სტრატეგიას რასაც თვითონ ამბობდა დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაში პარლამენტარები ჩაერთნენ საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდში დეპუტატებმა საკუთარი სახელფასო დანაზოგი გადარიცხეს. აქციაში რამდენიმე ათეული პარლამენტარი მონაწილეობდა. აქცია ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა, ფონდს კი აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. პარლამენტარების განცხადებით გაეროს მონაცემების თანახმად 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა თითქმის 30%-ით შემცირდება, რაც ამიერკავკასიაში ქვეყნებს შორის დემოგრაფიულ დისბალანსს გამოიწვევს. საქართველოს დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, ამიტომ დროა რომ ვიმოქმედოთ, წინამორბედის შემთხვევაში ყველაფერს ეკარგება აზრი. ამიტომ დღევანდელი აქცია ეძღვნება სწორედ ამ თემას და დეპუტატებმა შევიტანეთ ფულადი დანაზოგი ჩვენი ხელფასიდან ამ ფონდის სასარგებლოდ. საქართველოს ცხოვრების ხალხის გამრავლება მნიშვნელოვანია ყველასათვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არა მარტო ეკლესია, არამედ საერო პირებიც აქტიურად ჩავერთვათ ამ პროცესში, რომ შევძლოთ ის დემოგრაფიული კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაში დავძლიოთ. კულტურის ქართულ და რუს მოღვაწეთა მეცნიერთა, სპორტსმენთა და ბიზნესმენთა ინიციატივით თბილისში დღეს ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის გროსის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას, რომელიც რესტორან ბაგრატიონში შედგება ცნობილი ქართველი და რუსი მეცნიერები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, სპორტსმენები და ჟურნალისტები დაესწრებიან. რუსეთის მხრიდან ღონისძიებას ქვეყნის სათათბიროს დეპუტატი ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრ კარელინი, კომპანიების რამბლერისა და აფიშის კომერციული დირექტორი ნიკოლას დადიანი, აკადემიკოსი ევგენი მაქსიმოვი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის პროფესორი დიმიტრი ალექსეევი, ჟურნალისტი და წამყვანი დიმიტრი დიბროვი, მომღერალი ირაკლი ფირცხალავა და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. связанные с культурой, с развитием. ჩემი ვიზიტი კულტურის სფეროს და ურთიერთობებს უკავშირდება, რომელიც დღეისათვის ძალზე აუცილებელია. ვისარგებლე გროსის მოწვევით და საქართველოში შვილთან ერთად ჩამოვედი. Я воспользовался этим. წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში ჩამობრძანდა. ამ ვიზიტის შემდეგ კულტურული და ინტელექტუალური გაცვლის ტალღა დაიწყო ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩემი ვიზიტის მიზანიც ამ ტალღის გაგრძელებაა. Что еще Габриадзе придумал? ჩვენ გვინდა ვიხილოთ რა მოიფიქრა გაბრიაძე, ჩვენ გვინდა ვნახოთ როგორ აზროვნებს ჯანრი ლოლაშვილი. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ რას ფიქრობს ჩხეიძე. დარწმუნებული ვარ რომ სწორედ აქედან მოხდება რუსეთში ახალი სიბრძნის გაკვეთილის გაგზავნა. რუსეთიდან კი თუ რა შეიძლება გამოიგზავნოს, სწორედ ამაზე გვინდა ვისაუბროთ აქ. ქართულ-გერმანული იურიდიული ფირმა თბილისში ახალი იურიდიული კომპანია ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ბიზნეს სექტორისთვის ევროპული ტიპის საადვოკატო მომსახურების გაწევა კომპანიის საქმიანობის მთავარი მიმართულება იქნება. იურიდიული ფირმის გახსნის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის დაესწრო. მთელი გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ ევროპაში მოღვაწეობისას და ევროპაში განათლების მიღებისას, ვეცდებით, რომ გადმოვიტანოთ ევროპული სტანდარტები თბილისში, საქართველოში და გაუწიოთ მომსახურეობა ევროპელ ინვესტორებს, ასევე ქართულ ბიზნესმენებს. ვიცით, გერმანიას რამხელა გამოცდილება აქვს ამ კუთხით, სასამართლო დამოუკიდებლობის, ადვოკატურის დამოუკიდებლობის კუთხით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთან სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრებითობა სასამართლოში ძლიერი იყოს, ძლიერი ადვოკატურით და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ასევე ესეთი სოლიდური ფირმების არსებობა საინვესტიციო კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ღია კარის დღე გამოცდების ეროვნულ ცენტრში მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილე აპლიკანტებს შეხვდა. ცენტრის ხელმძღვანელმა მათ საგამოცდო პროცესში არსებული სიახლეები გააცნო და კითხვებს უპასუხა. 2013 წლის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრაცია 25,000-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. წელს მსურველებს პირველად შეეძლებათ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ჩაბარება.
დღევანდელი დღე ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ჩვენი პედაგოგებისთვისაც, იმიტომ რომ მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმის თაობას თუ რა გველის ივლისის თვეში და რაც ყველაზე მთავარია, ეს შეხვედრა გამოცდების ეროვნულ ცენტრშია და მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა იმ თანამშრომლებს შეხვდნენ, ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდნენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ტესტის მომზადებაზე. მე მივესალმები, იმიტომ რომ პირდაპირ მოვალეობა ჩვენი მასწავლებლის ბავშვის ახალისება და ეს პროფესიული უნარლობები იმას გვაძლევს, რომ უფრო განვითარდეთ და უფრო წინ წავიწიოთ. კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში H1N1 ვირუსით დაავადებულთა ოფიციალური სტატისტიკა კი 6-ით გაიზარდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აღნიშნული, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის უკვე 332 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 26 პაციენტი გარდაიცვალა. გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა სამედიცინო დაწესებულებების მიმართვიანობა მარტის ბოლოსთვის მკვეთრად იკლებს. აპრილში კი ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება. გრიპის შემთხვევები ზოგადად შემცირდა მთელ ქვეყანაში და შემცირება გაგრძელდება მომავალ კვირებში, თუმცა ერთეული შემთხვევები რა თქმა უნდა დაფიქსირდება კიდევ გრიპის მომავალ კვირაშიც. გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გავრცელების პერიოდში ყველა დაავადებული უნდა დარჩეს სახლში, რაც შეიძლება შეზღუდოს თავისი კონტაქტები ჯანმრთელ ადამიანებთან, რათა არ გადასდოს მათ დაავადება და დროულად მიმართოს ექიმს სამედიცინო მომსახურებისთვის. საქართველოს მოსახლეობის 70% მკვეთრი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისგან დაცული არ არის. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის პრეზენტაციიდან ხდება ცნობილი. ორგანიზაციამ 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც საქართველოში მცხოვრები 4000-ზე მეტი ოჯახის მაგალითზე ქვეყანაში არსებულ ვითარებას დეტალურად ასახავს. კვლევაში სოციალურად და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მდგომარეობა ქვეყანაში არსებული ვითარების საშუალო მაჩვენებელთან არის შედარებული. ნაშრომი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების კვლევებსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა და მოსახლეობის რამდენიმე ჯგუფს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დევნილებს და მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებს ეხება. ეს კვლევა გვიჩვენებს მოწყვლადობას, სოციალურ დაუცველობას ან მის რისკს და ეს არის პირველი კვლევა საქართველოში, რომელიც სრულიად ახალი კუთხით აშუქებს ამ პრობლემას. კვლევით გამოვლენილი პრობლემების მოგვარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება სერიოზული სტრუქტურული პოლიტიკის გატარების გარეშე. ამიტომ გაეროს განვითარების პროგრამა მზად არის ითანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან. კვლევამ გამოაღვლინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა საქართველოში წლების მანძილზე, მაინც ძალიან სერიოზული სოციალური და ეკონომიკური რისკების ქვეშ რჩება ჩვენი მოსახლეობა. ეს კვლევა გახდება ერთ-ერთი საფუძველი სოციალური და ჯანდაცვის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვის და სწორედ ვიხელმძღვანელებთ იმ მონაცემებით, რომელიც აი მიზნობრივი ჯგუფებისთვის იქნა დაფიქსირებული. შიმშილის გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფი 1 წლის გოგიტა აბაშიძის სიცოცხლეს კვლავ საფრთხე ემუქრება. გუშინ გვიან რეანიმაციულ განყოფილებაში ბავშვი რაიონის მთავრობა მოათავსა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოს მცხოვრები აბაშიძეების 5-სულიანი ოჯახი უკიდურეს გასაჭირშია. ოჯახის მდგომარეობის შესახებ ხელვაჩაურის რაიონის ხელმძღვანელობამ შემთხვევით გაიგო და გოგიტა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა. ბავშვი შემოვიდა ქალაქ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 21 მარტს მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო შოკური მდგომარეობა. პაციენტს აღენიშნება ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა, წონის დეფიციტი, მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფება მიმდინარე მკურნალობის ქვეშ, უგრძელდება სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა. ამას მოუხალავ ასე, შემდეგ გამოვცვლი საცერში და დაუმზადებ გოგიტას წყალში მოუხარშავ, შემდეგ დაუმატებ შაქარს, თუ ვიმე რძე მომცა ან კარაქი დაუმატებ თუ არა და ასე წყალში გაკეთებულს მივაწვდი. პაპა რითი გამოუკვებო მეტი გამოსავალი არ მაქვს საშუალება რომ ნაყიდი საჭმელი ვუკიდო და მოუტანო. საქართველოს ხვალ მეხუთე დედამიწის საათს აღნიშნავს 23 მარტს 1 საათით ჩაბნელდება საკვანძო შენობები თბილისში, რუსთავსა და რამდენიმე რაიონში. ელექტროენერგიის 60 წუთით გამორთვის აქციით მონაწილეები დედამიწის მიმართ თანადგომას გამოხატავენ და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას დედამიწის საათს უერთდებიან. წლევანდელი კამპანია განსაკუთრებით მასშტაბურია და უამრავ მონაწილესა და მხარდამჭერს აერთიანებს.
დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანი გახლავთ მოსახლეობის ინფორმირება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, დედამიწის საათთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო აქცია, როცა ყველა ქალაქმა და ყველა ქვეყანაში ხდება ეს აქცია და გულისხმობს იმას, რომ საღამოს 9:30-დან 10:30-მდე გამოირთვება არასაჭირო განათებები. 23 მარტს საღამოს 9:30-ზე თბილისი შეუერთდება მთელ მსოფლიოს დედამიწის საათის აღნიშვნაში. დედამიწის საათი არის ყველაზე დიდი გარემოს დაცვითი აქცია, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო ელექტროენერგიის დაზოგვას შეუძლია გადაარჩინოს გარემო. ყველას მოუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ. საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებები გამკაცდება. შესაბამისი კომისია ახალ რეგულაციებზე უკვე მუშაობს. კომისიას პირადად პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ქვეყანაში თამბაქო ნელ-ნელა ძნელად ხელმისაწვდომი პროდუქტი უნდა გახდეს. ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სტანდარტების გეგმის შემუშავება უკვე დაევალა, რაც კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მომზადებასაც გულისხმობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების რიცხვმა საქართველოში მკვეთრად იმატა. ამირან გამყრელიძის თქმით, დროა საქართველოში თამბაქოსა და მის მოხმარებაზე ისეთივე რეგულაციები დაწესდეს, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. სტრატეგია იქნება იმ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც უკვე არსებობს და ეფექტურად მუშაობს უამრავ ქვეყანაში. რაც შეეხება აკრძალვას, თამბაქოს მოხმარების აკრძალვას სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში, საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად. ჩვენ მზად ვართ ჩვენი ექსპერტიზა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი გამოცდილება არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ სხვა რეგიონებიდან გავაცვლოთ მთავრობას იმისაც ეს რეგულაციები, რომელიც შემოვა, ამ რეგულაციებმა არ დააზიანოს მთავრობის ინტერესები, ასე ვთქვათ, არ დააზიანოს, არ შეცვალოს ცუდისკენ საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და რაც მთავარია, დაზარალდეს ბიუჯეტი, სადაც საკმაოდ დიდი თანხები შეაქვს თამბაქოს ინდუსტრიას. დაემუქრება თუ არა რუსთავ საფრთხე. რუსთავგაზის დირექტორი სოსო გულიტაშვილი კომპანიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. გულიტაშვილის თქმით, რუსთავგაზის ახალი მფლობელი სოკარ ჯორჯია თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. რუსთავგაზის დირექტორის განცხადებით, სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ სიტყვიერი ბრძანება თითქმის ყველა ქალაქში გაიცა. გულიტაშვილი განმარტავს, რომ თანამშრომელთა სამსახურიდან განთავისუფლება ქალაქს პრობლემებს შეუქმნის, ვინაიდან საუბარია ბუნებრივი აირის ნორმალურ მიწოდებაზე. თავად თანამშრომლები კი სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს იმუქრებიან. გულიტაშვილი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი თანამშრომლებს არ შეამცირებს, თანამდებობას თავად დაატოვებინებენ. მე ოფიციალურად უარი განვაცხადე ამის ხელის მოწერაზე, იმიტომ რომ მე მგონია, რომ საფრთხეს უქმნი ქალაქსაც, საფრთხეს უქმნი ჩემ თანამშრომლებსაც და ჩემ თავსაც როგორც ხელმძღვანელს და როგორც პასუხისმგებელ პირს. გაგიგ დავთიანის წიგნის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში, სომეხი მწერლის ღია ბარათის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სომხეთის კულტურის მინისტრი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. წიგნი ღია ბარათები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა მერანის მხარდაჭერით გამოიცა. გაგიგ დავთიანი ქართული პოეზიის ანთოლოგიის სომხურად მთარგმნელი და გამომცემელია. მას მიღებული აქვს მრავალი პრემია, მათ შორის საქართველოში ივანე მაჩაბლისა და მაიაკოვსკის სახელობის საერთაშორისო პრემიები. პატარა ბიჭობიდან უნდა ითქვას, სულ თარგმნის ქართულ პოეტებს, თანამედროვე ქართულ პოეტებს და არაერთი ანთოლოგია გაგიგმა გამოსცა სომხეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში შედგა. ეს საქართველოსა და სომხეთის მეგობრულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. დღეს ორი წიგნის პრეზენტაცია ღია წერილი ქართულ ენაზე გამოვიდა. აგრეთვე წარმოდგენილია ქართული პოეზიის ნიმუშები, სადაც ჩემი თაობის 30-ზე მეტი პოეტის ნაწარმოებია შესული. პრემიერით აღნიშნავენ პანტომიმის თეატრში საქართველოში ჟანრის დამფუძნებლის ამირან შალიკაშვილის დაბადების დღეს. სპექტაკლში მთავარ როლს თავად ამირან შალიკაშვილი ასრულებს. დონჟუანში თეატრის ხელმძღვანელი გერმანელი კომპოზიტორის კრისტოფ გლუკის როლს თამაშობს. პრემიერა პანტომიმის თეატრში დღეს 19 საათზე გაიმართება. დონჟუანი ყოველთვის არის არადადებითი პიროვნებად ითვლება, რომ ქალების ისა და ეს ჩვენ გავაკეთეთ პირიქით. ამდენი სილამაზე რო ნახა, გადაირია კაცი და ყველა შეუყვარდა.
და ბოლოს ეს ყველა შეყვარებული ქალები ერთად შეიკრიბნენ და დაწვეს ცეცხლში. წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რადგანაც მოინდომა მამაჩემმა თავისი იუბილეესთან დაკავშირებით აღედგინა ეს სპექტაკლი. გამოვიდა, როგორ გითხრათ, ძალიან მაგარი რაღაც რა, კლასიკური თვითონ პანტომიმა და თვითონ მუსიკა ძალიან ერთად ძალიან მამაზი გამოვიდა. მოკლედ ეს რო ცოცხალი შესრულებით ჩვენ ამას მივახცევთ და შევასრულებთ, იქნება ძალიან მაგარი სპექტაკლი. ბატონი ამირანის დაბადებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა სპექტაკლი და თვითონ თავად თამაშობს მონაწილეობს ამ სპექტაკლში და დღეს მთელი პანტომიმის თეატრი ვზეიმობთ მისი იუბილეს. ნაცნობი და უცნობი ნაპოლეონი ხელოვნების მუზეუმში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ გაიცნონ ნაპოლეონ ბონაპარტეს ცხოვრება და მოღვაწეობა. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ სკოლას შეუძლია. ღონისძიებები ნაპოლეონის დარბაზში იმართება. ჩვენ შევეცადეთ, რომ რამდენადაც უწოდეთ უცნობი, აცნობი და უცნობი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ესე იგი ისეთი ფაქტები მოგვეყოლა მოსწავლეებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი საერთოდ. ეს არის ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან, მისი უშუალოდ მეუღლე, გარემო ხელოვნებაზე გვინდოდა აქცენტი გაგვეკეთებინა და ეს არის ნაპოლეონის ეპოქა, სტილი, რომელსაც ამპირის სტილი ეწოდება. ეს პროექტი არის ძალიან საინტერესო, რადგან შეიძლება ბევრი ახალი რამის გაგება. აი როგორც თქვა, მე არ ვიცოდი, რომ ნაპოლეონი ერთ დროს იყო იტალიის მეფე. მე გავიგებე, რომ იგი 24 წლისა უკვე იყო საფრანგეთის გენერალი, ხოლო 34 წლისა იგი იყო უკვე საფრანგეთის იმპერატორი. საფრანგეთის ცირკი თბილისში 28 მარტიდან მაყურებელი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესულ სანახაობას იხილავს. თანამედროვე ევროპული თეატრი ცირკი უახლესი სასცენო ტექნოლოგიებით უჩვეულო სანახაობას დადგამს. 2 საათიანი სინთეზური წარმოდგენა ჰოფმანის მაკნატუნა და თაგვთა მეფეზე ადაფუძნებული საფრანგეთის ცირკი თბილისში 1 თვის განმავლობაში დარჩება. ეს არის თანამედროვე სპეცეფექტებით შექმნილი შოუ, მაყურებელი ნაცნობ ისტორიის უჩვეულო ფორმით იხილავს. აკრობატები, ცეცხლის სვეტები, ქაფის ზღვა, საჰაერო ბრძოლები, კლასიკური თუ პოპულარული მუსიკა, ეს ყოველივე ერთად იქნება წარმოდგენილი. მაყურებელს ძალიან ბევრი სიურპრიზი ელის. ეს შოუ 2004 წელს დაუდგინდა თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე. დიდი ხანია საქართველოში ჩამოსვლას გეგმავთ და როგორც იქნა ეს ცნება წახდა. დარწმუნებული ვარ, ქართული მაყურებელი კარგად მიიღებს. Я игрушка как бумажная и მე მაშა სათამაშო ვარ, რომელიც სულთან დახვება. ისე რამდენიმე როლი მაქვს, ისევე როგორც ყველას. საკმაოდ დიდი შრომა ჩავდეთ ამ შოუში. იმედი მაქვს ქართულ მაყურებელს მოეწონება ჩვენი წარმოდგენა. და დროა გავიგოთ, რაზე იქნება საუბარი გადაცემაში ბიზნესის დრო, ამას მისი ავტორი და წამყვანი თეა შველიძე თავად გვეტყვის. თეა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, ვასიკო, როგორ მიმდინარეობს სასოფლო სამეურნეო პროგრამა და საგაზაფხულო სამუშაოები და რას პასუხობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოპონენტებს და იმ შენიშვნებს, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე და კიდევ ერთი თემა, რამდენად კონტროლდება საქართველოში კვერცხის იმპორტი. რა პრობლემების წინაშე დგანან ადგილობრივი კვერცხის მწარმოებლები და სადაური წარმოების კვერცხს მოიხმარს ქართველი მყიდველი. ჩვენი გადაცემის სტუმარი ამ თემაზე იქნება ზურაბ უჩუმბეგაშვილი, რომელიც წარმოადგენს მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელს. დიდი მადლობა თეა, ასეთი იქნება ბიზნესის დრო, რომელიც 8 საათზე დაიწყება. მე ცხერხი საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში მუშაობა ზუსტად 9-ზე თამთა სანიტიძესთან ერთად დაბრუნდება. დიდი მადლობა რომ გიყურებთ.